წინიდან გამოდის რა. გუიდან უკეთესი კადრია. ხალხო. წინიდან გამოდის მე კადრი არ ამოხობს. დაიხაროთ ერთმანეთს ისე დადექი. აქ ვარ რა. ავი დაწიე. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის ლაივს. ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსთან სტუდენტების ბრიფინგი მიმდინარეობს. ცოტა ხანში გამოვლენ სტუდენტების სიტყვით მთავრობის ახლანდელი განცხადების შესახებ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი საქართველოს მთავრობის სოციალურ გვერდზე დაიდო ხარდი თუ როგორ ნაწილდება ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის საკითხი რეფორმა. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ. მე ავხედავ სტუდენტებს, ლექტორებს, მშობლებს, ყველა თაობის წარმომადგენლებს. დღეს აქ შევიკრიბეთ, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ მოგვაყენა უზარმაზარი შეურაცხყოფა. დღეს მათ გადადგეს ყველაზე ანტიეროვნული ნაბიჯი, რაც კი შეეძლოთ გადაედგათ. უამრავ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეუზღუდეს პროგრამები. მათ შორის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც არათუ შეუზღუდეს პროგრამები. შეიძლება ითქვას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დახურეს. რომ გითხრათ, ეს იყო მოულოდნელიო, მოგაწყვეტ. უკვე წლებია ქართული ოცნება პროპაგანდის მეშვეობით და უშუალოდ თავს ესხმის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს. პასუხი იმაზე თუ რატომ ძალიან მარტივია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსზე ჩვენ ვხედავთ საქართველოს, ევროკავშირის და ჩვენი მოწმეერის უკრაინის დროშებს. სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც ატარებს თითოეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. და სწორედ ეს არის ის, რისიც ძალიან ეშინია ქართულ ოცნებას. ამიტომ ისინი ცდილობდნენ დაეხურათ ეს უნივერსიტეტი და დღეს ეს გააკეთეს ძალიან თავხედურად. გარდა ამისა, პროგრამების შეუჩერეს უამრავ სხვა უნივერსიტეტსაც. ერთ-ერთი ასეთი არის სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც არის დევნილი უნივერსიტეტი და არის სიმბოლო ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს უნივერსიტეტი ყოფილიყო დაფასებული, მათ შეუჩერეს ყველა პროგრამა და დაუტოვეს მხოლოდ აგრარული. ეს არის მიუღებელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენთაგანი ისეთივე გაბრაზებულია, როგორც მე. დღეს 8 საათზე გვექნება ბრიფინგი, ხოლო მანამდე ვთხოვ ჩემს მეგობრებს და ლექტორებს სიტყვით გამოვიდნენ. პირველი გამომშველი იქნება ილიანის სტუდენტი თამონა თევზაძე. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან კარგია, რომ დღეს ბევრი ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ბევრი ვიყოთ. სწორედ ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქ ხართ, რომლებსაც ყავთ სტუდენტი მეგობრები უნივერსიტეტში, მოგწოდებთ, რომ ილიანის სტუდენტური მოძრაობის გვერდზე აპინული არის ფორმა, რომელიც უნდა შეავსოთ, რასაც ჩვენ შემოგვიერთდეთ და გავძლიერდეთ და ერთად გავიცოთ ის უნივერსიტეტი, რომელიც დასაცავია აუცილებლად ჩვენი. დღეს სამწუხაროდ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც სახელმწიფო უწყებები ახურდავებენ განათლებას. ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ჩინოვნიკების აღებული ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი მომავალი, ახალგაზრდების მომავალი, ვიდრე ის განვითარება, რაც მოიტანა ამდენ წლიანმა შრომამ. ეს უნივერსიტეტი ერთ დღეში არ აშენებულა, ეს უნივერსიტეტი წლების განმავლობაში შენდებოდა. ის ფაკულტეტები, რომლებიც გააუქმეს, წლების განმავლობაში ვითარდებოდა და ამაში საკუთარ შრომას დებდა ძალიან ბევრი ადამიანი.
დღეს ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი ტყუილად არ არის რომ არის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში ევროპაში. ეს ამბავი ესე ჰაერზე არ მომხდარა და ამისთვის იბრძოდნენ ადამიანები. ის ადამიანები სხვათა შორის, რომლებიც იბრძოდნენ 90-იანი წლებიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იბრძოდნენ საქართველოს განვითარებისთვის, ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისთვის. და დღეს ჩვენ მომავალმა თაობამ უნდა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომ მათი განატოვარი, მათი შექმნილი არ გაგაუფასუროთ და შევქმნათ ახალი განვითარებული მომავალი. ჩვენ აქ დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც ფაკულტეტები, რომლებიც ჩვენ სწავლობთ, ამ სწავლობდით უქმდება. მე პირადად აქ ვსწავლობდი, ბაკალავრი აქ დავამთავრე და ვსწავლობდი თავისუფალ მეცნიერებებზე. ეს ფაკულტეტი უკვე აღარ იარსებებს. მე ვსწავლობდი სამაგისტრო პროგრამაზე აქ ცოცხალი თეატრი, ხელოვნება და თამაში. ეს ფაკულტეტიც გაუქმებულია. სინამდვილეში რომ თქვა, რომ აი დღეს მე ვინ ვარ, რა წარმოვადგენ, დღეიდან მე არ შემიძლია რომ რაღაცნაირი იდენტობა მქონდეს, იმიტომ რომ მომავალ თაობებს არ ეცოდინებათ, მე არ ავისწავლე. მე ის ცოდნა რაც აქ დაქვს მიღებული, მახსოვს ზუსტად რომ აი ვდგებოდით ხოლმე ბაკალავრზე, როდესაც ლექციებიდან გამოდიოდი და საათობის განმავლობაში სტუდენტები საუბრობდნენ იმ ყველაფერზე, რაც ლექციებზე ხდებოდა. როგორ შეიძლება რომ მე ჩემს თავს მივცე იმის უფლება, რომ როცა მე ყველაფერი ნანახი მაქვს, როცა ნანახი მაქვს რა ტიპის უნივერსიტეტი იყო, რა ტიპის განათლებას გვაძლევდა, როცა ნანახი მაქვს რომ ის ყველაფერი რასაც იწყებოდა, მე ჩერდებოდა აქ და უნივერსიტეტის განთავრებისგან გამოდიოდა და აქ გრძელდებოდა. როცა ყველაფერი ნანახი მაქვს, როგორ მაქვს მე იმის უფლება, რომ დავჩერდე, შევეგვო იმ რეფორმას, რასაც აპირებენ და შევეგვო იმას, რომ ჩემს შემდეგ მოსული თაობები ამ ყველაფერს ვეღარ განიცდიან, ვეღარ ისწავლიან და აღარ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ იყვნენ სრულფასოვანი განათლების მქონეები. დღეს სამწუხაროდ ქართული ოცნება უკვე ხონავიჯებს კანს, რომელიც პირდაპირ იწვევს იმას, რომ საქართველოში შეიძლება თავისუფალი აზრის გამოხატვა. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთადერთი ბოლო სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს და ლექტორებს თავისუფლად შეეძლოთ აზრის გამოთქმა. სამწუხაროდ ეს რეალობა აღარ გვექნება. სამწუხაროდ ლექციებზე ლექტორები იძულებულები იქნებიან და გაჩუმდნენ. ცენზურის კანონი დაანახეს, ეს არ იყო. დაიწყეს განათლების რეფორმა. და ამ განათლების რეფორმაში მოყვნენ ის ფაკულტეტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სწორედ იმას, რომ ადამიანები განვითარებულიყვნენ. თუ დაგვრჩება მარტო ანგლისტიკა, თუ დაგვრჩება მარტო ის პედაგოგიკის ფაკულტეტები და გაგვიუქმდება მაგალითად ფილოსოფიის ფაკულტეტი, თავისუფალი მეცნიერებები, ლიტერატურების, რამდენი სფერო არის, რამდენი მიმართულებაა, სამართალი, ბიზნესი. ეს ყველაფერი თუ გაგვიუქმდება და დაგვრჩება მხოლოდ ის ვიწრო წრე, სადაც კონკრეტული მხოლოდ რაღაცნაირი დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული საქმეები ისწავლება. ფაქტობრივად ჩვენ დავკარგავთ იმ ლექტორებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ჩვენი აზროვნება ბევრად უფრო მეტად ფართოდ გაშლილიყო და შეგრძულებოდა, რომ ბევრად უფრო მეტი გველაპარაკა, ბევრად უფრო მეტი გვცოდნოდა. გვესწავლა როგორ უნდა გვესწავლა ახალი რაღაცეები. დავკარგავთ ლექტორებს, დავკარგავთ ერთმანეთს, დავკარგავთ ძალიან ბევრ ურთიერთობას, დავკარგავთ იმას, რომ უფრო მეტი სტუდენტი იყოს განათლებული საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი რამე მინდა რომ ვთქვა, ჩვენ როდესაც უნივერსიტეტში ვიყავით და ბანერებს ვაკეთებდით, ერთი ბანერი გავაკეთეთ, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარდა. ჩვენ არ გადავუხვათ ილიას გზიდან. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ზუსტად იმ ღირებულებებით შექმნილი უნივერსიტეტი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ატარებდა. ეს არის თავისუფალი უნივერსიტეტი, ეს არის უნივერსიტეტი, სადაც ადამიანს პირველ რიგში ევალება ის, რომ ჰქონდეს თავისუფალი აზრი, საკუთარი აზრი, ინდივიდუალიზმი. იყოს პიროვნება და არ დასჩეს იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებში ცდილობს რომ სახელმწიფო მის ჩასვლას. სწორედ ამიტომ ჩვენ არ შევეგუებით ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე და არასოდეს არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც ილია ჭავჭავაძის გზა ქვია. მადლობა. მადლობა. შემდეგი გამომსვლელი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ლაშა ჯანჯღავა. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და ბევრი შევიკრიბეთ. ეს არის დასაწყისი ბრძოლის. მე ილიაუნიში ჩავაბარე 2012 წელს და მაგის შემდეგ ჩვენ მეორე ოჯახი ვითაა თითქმის ყოველდღე აქ ვარ. ეხლა ვასწავლით და რა ვიცი, აი წარმოუდგენელია ჩემთვის ილიაუნის დახურვა, აი როგორ უნდა იარსებო, როგორ უნდა ვიცხოვრო შემდეგ თუ ილიაუნი არ იქნება, იმიტომ რომ
მართლა რაღაცა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი უკავია ამ უნივერსიტეტს რა. ამ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ემპათიურობა, ის ძირითადი რაღაც ადამიანური უფლებები, როგორ ვთქვათ, ყველაფერი რა, აქ ისეთი ადამიანები გავიცანი, ვისთანაც დღესაც მეგობრობ, ერთი რაღაც აზრის მატარებლები ვართ და როგორ ვთქვათ, აი, ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს კერა. ეხლა ქართული ოცნება მოდის და გვეუბნება, რომ ილიანოვი უნდა დაიხუროს, გვეუბნება, რომ სხვა საუნივერსიტეტო კერები უნდა დაიხუროს, რაღაცები იქით უნდა გადავიდეს, რაღაცები აქ უნდა გადმოვიდეს. ჯერ თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებულები რას როგორ აკეთებენ, მაგრამ ერთ რაღაცაში არიან ჩამოყალიბებულები, მათ უნდა გაანადგუროს საქართველოში განათლება, საგანმანათლებლო კერები, იმიტომ რომ ბიძინას არ უნდა არსებობდეს ისეთი კერა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება, სადაც ბიძინას ენაზე არ დაილაპარაკებთ, ხო? მე ძალიან მიხარია, რომ აქ ამდენი ვარ ჩეჩნებილები, უბრალოდ ერთი კითხვები და დავსვათ. დავიცავთ ილიანოვის? დავიცავთ განათლებას? შესაბამისად, თუ ილიანოვის თუ განათლებას დავიცავთ საქართველოსაც, ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ნამდვილად დასაწყისი ამ პროცესების. ყველაზე ფაქის რაღაცა შეეხო ქართული ოცნება და გონია რომ ამასაც გადაკეთავს და გადაევრის, მაგრამ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს განათლებაზე, ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს იმ ადამიანებზე, ვინც საქართველოს ეს განათლება მიიღო, ვინც ჩვენ წინაპრების დანატოვარს ვაგრძელებთ. ეგ არის მართლა ისტორიული მომენტი, ხა შეიძლება ვერ ვიაზრებთ იმ დონეზე ამას, იმიტომ რომ აქ და ახლა ხდება, მაგრამ ზუსტად იმის გაგრძელება არის, ვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და აი ქართული ენის შემოღება, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის დაარსება, აი ეს პროცესები გრძელდება ზუსტად ახლა. ბიძინა აკეთებს წმინდა რუსულ საქმეს, იმიტომ რომ რუსია და ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ ამას ქართული საქმე, ამიტომ ეროვნული საქმეა ილიანოვის დაცვა, ეროვნული საქმეა განათლების დაცვა და შესაბამისად ეროვნული საქმეა საქართველოს დაცვა. ამიტომ გაუმარჯოს ქართულ ხალხს, გაუმარჯოს ჩვენ მისიას, რამაც დღესაც შევიკრიბეთ, მეგობრებო. სკოლაში ილიანოვის პროფესორი. ახლა განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო მედიებს, 5 წუთში გვექნება ბრიფინგი. ცეცხლი ოლიგარქია! ბანერი არ მიჭი. ოსე. თქვენ ახლა მოусმინეს სტუდენტების და ლექტორების გამოსვლას, ისინი სიტყვით გამოვიდნენ, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ახალი განაცხადი შემოიტანა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის შესახებ და საჯარო გახადა ქარდით და მაგით შეატყობინა უნივერსიტეტებს მომავალ რეფორმაზე. Родишь мне что? Кому это? ვიდეოზე რა ქენი? ახლა ზუსტად 8 საათზე იქნება ილიანის უნივერსიტეტთან ბრიფინგი, სადაც სტუდენტები საკუთარ სათქმელს ახალ რეფორმასთან დაკავშირებით.
ძალიან თუ ადგილას გახარ. აუ ბოდიში. აუ ხატია. ორი წამი. ბანებში შეიძლება. ხატია. ბოდიში. ნიკა. ორი წამით რა. ლევან ერთ წამს დადი. ზუსტად 8-ზე თუ არ დაიწყო ეს განცხადება, მე უნდა დავიწყო ლაპარაკი და უნდა ჩავერთო და როგორ. ხო და როგორ გავაკეთო? შენ რო დაგასწრებინობა არაფერს ახლა თავარია ისე არ დაიწყო რომ არ გამაფრთხილო. ანუ ერთ წამს ხო არ არის ხო და არ არის აუცილებელი მიკროფონი მეგაფონი აბა რა სწორია მოვიდი ჩაგეხმოთ არა კადრი ისე ვისე რა მეგობრებო აუ არა ეგ წინ არ მივიდეთ რა მეგობრებო როგორც ვიყავით ფორმულა ესია პირად ხნას ძალიან შეგვეშლება ხამი ხო და თქვენ წინ იდექით გავაკეთო რა ადრი არ გაქვს და თან ოპერატორებიც იქ განანდა რა ვიცი ხო და ეს უნდა შევიდე ოდნავ აქედან რო ჩავარდოთ არა მე აი აქეთ ახოს აღარ მივალ მე უკან გამოვიწევი მაგრამ მე მგონია რომ მიიღო სადროსაც სტუდენტები აპირებენ ბრიფინგის ჩატარებას, სადაც იტყვიან საკუთარ სათქმელს, ქართული ოცნების მიერ გამოცხადებულ ახალ რეფორმაზე, რომელიც შეეხება უშუალოდ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის თემას. მოდი თუ არა ფშოზე აუ არა ძალიან ახლოს მაშინ ყველანი უნდა მოვარდეს მოდი არა აფიქრებთ ხო აკეთე ხო პრინციპში არ არის პრობლემა მალე მოდი რა ოპერატორები მიჩალი ჩექსი რა ორი თავისია ბატონო ეთერი მაქვს მე დამატებითი არ მაქვს ჟურნალისტად ერთი მხოლოდ მოდი მიკროფონი მომეუწეს იმიტომ რომ ესენი ისე შავენ ოპერატორები წინ გადაგოხტებიან მაგით ხდება ბრიფინგი ინტერნეტი გაზიარება აი არა ეხლა დაიწყება ესე ძალიან ბევრი პროგრამის სწავლა შეწყდება და დარჩება მხოლოდ პედაგოგიკა და ის სხვა საერთაშორისო პროგრამები, როგორც საერთაშორისო აკრედიტაციების არის. წინ მიდგას და ვერ იმაში. ახლა ველოდებით უშუალოდ ბრიფინგის დაწყებას. როზე ადგილებში გუდულია. არა, ხალხო, ესე არა. არა, თქვენ დაგეჭირთ. უკაც. გასაკეთებთ. ერთი წამი არ დაიწყო.
გამოვიდეს და გამოვა. ვინუშდენში ვარ, თუ არ გამოვლე ვერ გამოვა. დიდი მადლობა სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. დღეს ქართულმა ოცნებამ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამების უმრავლესობა. მათ შორის ილიაოსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას და ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრაფის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს. აქ შეკრებილი სტუდენტები ერთმანეთს ვითხოვთ ეგრეთ წოდებული რეფორმის გაწევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის, ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ, მასწავლებელსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებისა და წინააღმდეგობისაკენ. არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები. ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენ უკან კი არიან ჩვენი მშობლები, ოჯახები და საქართველოს წარსული. ჩვენ პირველ რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები. შესაბამისად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს, ისტორიისა და მომავლის წინაშე. ამიტომ კვირას 15 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში, დედაენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების წინააღმდეგობის ძალასა და ერთობას. ძალა სტუდენტების ერთობაშია, დამხობა რეჟიმს და თავისუფლება რეჟიმის მამიმრებს. მესამაინც გამოიწვიეთ, თო რა გაჩერებას და მოითხოვს, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ახალი განათლების რეფორმა უკან გაიწვიოს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც ასევე შეეხოთ ეს ახალი რეფორმები და თქვენ ახლა მოусმინეთ სტუდენტების განცხადებას, რომლითაც მათ თქვეს, რომ არ ეთანხმებიან ამ რეფორმას და ითხოვენ მის გაწევას. ეს იყო ნეტგაზეთის ლაივი. მადლობა ყურადღებისთვის და ნებისმიერ სიახლეზე შემოგიერთდებით.